გამარჯობა, მე ნიკა ვარ და დღეს გეტყვით რაღაცას, რაც შეიძლება არავის უთქვამს თქვენთვის ასე პირდაპირ. დიაბეტი არ არის განაჩენი. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ცხოვრობს ამ დიაგნოზით 10 წლეულების განმავლობაში, აქტიურად, ენერგიით სავსე, გართულებების გარეშე. და ეს არ ხდება იმიტომ, რომ ისინი გაუმკლავდნენ დიაბეტს, არამედ იმიტომ, რომ ისწავლეს, როგორ მართონის ყოველდღიურად, სწორი ჩვევებით, ცოდნით და თანმიმდევრობით. ამ ვიდეოში გაგიზიარებთ სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ რეალურ და გამოსაყენებელ სტრატეგიებს, კვება, მოძრაობა, ძილი, სტრესი, რომლებიც ეხმარება სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. მაგრამ მანამდე ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ეს ვიდეო არ ცვლის ექიმის კონსულტაციას და მედიკამენტურ მკურნალობას. ბუნებრივი მეთოდები მუშაობს საუკეთესოდ მაშინ, როცა ისინი ავსებენ თქვენს სამედიცინო გეგმას და არა ცვლიან მას. თუ მზად ხართ, ისწავლოთ, როგორ დაიბრუნოთ კონტროლი, დარჩით ჩემთან ბოლომდე. რადგან ბოლოს გეტყვით ერთ პრაქტიკულ ხრიკს, რომელსაც ბევრი ექიმი არასდროს განგიმარტავთ საკმარისი დროის ნაკლებობის გამო. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. მადლობა. დავიწყოთ საფუძვლებით. ისე რომ ყველასთვის იყოს გასაგები, რთული სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე. დიაბეტი არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმს უჭირს სისხლში გლუკოზის, შაქრის დონის რეგულირება. ეს ხდება ორი ძირითადი მიზეზით. პირველი, ინსულინის დეფიციტი. ეს ხდება პირველი ტიპის დიაბეტისას, როცა კუჭკოშა ჯირკვალი საერთოდ ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს. ეს აუტოიმუნური მდგომარეობაა და ის ცხოვრების წესის ცვლილებით არ განიკურნება. აქ ინსულინოთერაპია სასიცოცხლოდ აუცილებელია. მეორე, ინსულინ რეზისტენტობა. ეს არის ის, რასაც ორი ტიპის დიაბეტს უწოდებთ და ის შემთხვევათა დაახლოებით 90%-ს შეადგენს. აქ ორგანიზმი აწარმოებს ინსულინს, მაგრამ უჯრედები ვეღარ სუხობენ მასზე ეფექტურად. სწორედ ეს ტიპი ექვემდებარება ყველაზე მეტად ცხოვრების წესის ცვლილებას. და სწორედ აქ არის ბუნებრივი მეთოდების პოტენციალი ყველაზე დიდი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს. ორი ტიპის დიაბეტიც კი მოითხოვს ხშირად მედიკამენტებს, განსაკუთრებით დიაგნოზის საწყის ეტაპზე, ან როცა შაქრის დონე მაღალია. ცხოვრების წესის ცვლილება არის ის, რაც აძლიერებს მკურნალობის ეფექტს, ამცირებს საჭირო დოზებს ექიმის ზედამხედველობით და ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს რემისიას, მაგრამ ეს ყოველთვის ხდება ექიმთან ერთად, არა მის ნაცვლად. თუ ერთი რამის შეცვლა შეგეძლოთ, ეს იქნებოდა კვება. კვლევები აჩვენებს, რომ კვების ჩვევებს შეუძლია სისხლში შაქრის დონეზე გავლენა უფრო სწრაფად და მდგრადად მოახდინოს, ვიდრე თითქმის ნებისმიერ სხვა ფაქტორს. პირველი პრინციპი – გლიკემიური ინდექსის გაგება. საკვები პროდუქტები სხვადასხვანაირად მოქმედებენ სისხლში შაქრის დონეზე. თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, თკბილეული და დამუშავებული საკვები სისხლში შაქარს სწრაფად ზრდის. ეს ქმნის ამპლიტუდას, რომელიც დროთა განმავლობაში ინსულინ რეზისტენტობას ამძაფრებს. ამის საპირისპიროდ სრულმარცვლოვანი პროდუქტები, პარკოსნები, ბოსტნეული და ცილოვანი საკვები ნელა და თანაბრად ათავისუფლებს ენერგიას. პრაქტიკული რჩევა. ცადეთ ჭამის დროს ჯერ ბოსტნეული და ცილა მიირთვათ, შემდეგ კი ნახშირწყლები. ეს მარტივი თანმიმდევრობა კვლევებით ბოჭკო ანელებს ნახშირწყლების შეწოვას და აუმჯობესებს ინსულინის მზნობელობას. ქართულ სუფრაზე ბოჭკოს კარგი წყაროებია: ლობიო, ოსპი, ბადრიჯანი, კომბოსტო, ისპანახი და მთელი მარცვლის პური. მიზანი: დღეში მინიმუმ 25-დან 30-მდე გრამი ბოჭკო. მესამე პრინციპი: ცხიმების ხარისხი. ყველა ცხიმი ერთნაირი არ არის. ტრანსცხიმები და გადამუშავებული ცხოველური ცხიმები ანძაფრებენ ანთებით პროცესებს და აუარესებენ ინსულინის მუშაობას. მეორეს მხრივ ზეითუნის ზეთი, თხილეული, ავოკადო და ცხიმიანი თევზი, ომეგა-3 წყაროები, გვეხმარება ინსულინის მგზნობელობის გაუმჯობესებაში. მეოთხე, პორციების კონტროლი და ჭამის დრო. ინტერმიტული მარხვა, მაგალითად 12-დან 14 საათამდე ღამის შესვენება ჭამებს შორება, ბევრ ადამიანს ეხმარება, თუმცა ეს არ არის ყველასთვის შესაფერისი. განსაკუთრებით ინსულინზე ან სისხლში შაქრის დამწევ პრეპარატებზე მყოფი ადამიანებისთვის, სადაც ეს ჰიპოგლიკემიის რისკს ქმნის. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ცვლილება აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ექიმთან. და ბოლოს, რჩევა შაქარზე. არა, სრულად უარის თქმა თკბილეულზე არ არის აუცილებელი და ხშირად არც მდგრადია გრძელვადიან პერსპექტივაში. თავარია სიხშირე და რაოდენობა და თკბილეულის მიღება საკვების, არა ცარიელ კუჭზე. აი ერთი ფაქტი, რომელმაც შეიძლება გაგაოცოთ.
ერთჯერადმა 15-დან 20 წუთიანმა სიარულმა ჭამის შემდეგ შეიძლება სისხლში შაქრის დონე შეამციროს იმდენივე, რამდენსაც ზოგიერთი მედიკამენტი. რატომ ხდება ეს? კუნთების მუშაობისას კუნთის უჯრედები გლუკოზას იყენებენ ინსულინის დამატებითი დახმარების გარეშეც. ეს არის ეგრეთ წოდებული GLUT4 მექანიზმი. მარტივად რომ ვთქვათ, მოძრაობა ხსნის გარს გლუკოზისთვის უჯრედში შესასვლელად, ინსულინის დატვირთვის გარეშე. რას გირჩევთ პრაქტიკულად? ჭამის შემდგომი სიარული 10-დან 15 წუთამდე ნებისმიერ ჭამის შემდეგ მნიშვნელოვნად ამცირებს შაქრის მკვეთრ-აწევას. წინააღმდეგობის ვარჯიშები კვირაში 2-3ჯერ კუნთოვანი მასის ზრდა პირდაპირ აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას, რადგან მეტი კუნთი ნიშნავს მეტ საცავს გლუკოზისთვის. რეგულარულობა მოცულობაზე მნიშვნელოვანია. უკეთესია დღეში 20 წუთი სიარული, ვიდრე კვირაში ერთხელ ინტენსიური ვარჯიში. თუ თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც აქამდე არასდროს უვარჯიშია, დაიწყეთ მცირედან. სუფთა ჰაერზე სიარული, კიბეებზე ასვლა-ჩასვლა ლიფტის ნაცვლად, ბაღში მუშაობა, ყველაფერი ეს ითვლება. აქ არის ის, რაზეც ბევრი არასდროს ფიქრობს დიაბეტთან დაკავშირებით. ცუდი ძილი პირდაპირ ზრდის სისხლში შაქრის დონეს, თუნდაც კვება და ვარჯიში იდეალური იყოს. კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი ღამის დაუჯინებლობა ან ხარისხმცირე ძილი ზრდის ინსულინ რეზისტენტობას მომდევნო დღეს 20-დან 30%-მდე. ეს იმიტომ ხდება, რომ ძილის დეფიციტისას ორგანიზმი ათავისუფლებს კორტიზოლს, სტრესის ჰორმონს, რომელიც პირდაპირ ხელს უშლის ინსულინის ეფექტურ მუშაობას. პრაქტიკული რჩევები ძილისთვის. ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაივიდოთ და გაიღვიძოთ. უქმეებზეც კი 7-დან 9 საათამდე ძილი უნდა იყოს მიზანი, ეკრანების გამორთვა. დაძინებამდე 45-დან 60 წუთამდე ადრე საძინებელი ოთახი გრილი და ბნელი უნდა იყოს. სტრესის შესახებ, ქრონიკული სტრესი ასევე ზრდის კორტიზოლს და პირდაპირ აწევს სისხლში შაქრის დონეს, დამოუკიდებლად კვებისგან. სუნთქვის ტექნიკები, მედიტაცია, ბუნებაში სიარული ან უბრალოდ საყვარელ ადამიანებთან საუბარი, ეს არ არის ბონუსი, არამედ დიაბეტის მართვის სრულფასოვანი ნაწილი. მინდა ამ ეტაპზე ძალიან გულწრფელი ვიყო თქვენთან, რადგან ინტერნეტში ბევრი მცდარი ინფორმაცია ტრიალებს. რასაც ვერასდროს გირჩევდით. არასდროს შეწყვიტოთ ან შეამციროთ დანიშნული მედიკამენტის დოზა ექიმთან შეთანხმების გარეშე, თუნდაც თქვენი შაქრის მაჩვენებლები გაუმჯობესდეს. სიფრთხილით მოეკიდეთ სასწაულმოქმედი დანამატების ან დიაბეტის სრული განკურნების დაპირებებს, მეფს მეცნიერულად დადასტურებული ასეთი მეთოდი ამჟამად არ არსებობს. ინსულინ დამოკიდებული ადამიანებისთვის ინტერმიტული მარხვა და მკვეთრი დიეტური ცვლილებები საშიშია ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. რასაც ყოველთვის უნდა აკეთოთ. სისხლში შაქრის რეგულარული მონიტორინგი. ექიმთან რეგულარული ვიზიტები, მათ შორის HbA1c ანალიზი. 3-დან 6 თვეში ერთხელ. ნებისმიერი ახალი დანამატის ან დიეტის დაწყებამდე კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით თუ იღებთ მედიკამენტებს.